გამარჯობა. ძალიან ბევრი კითხვა ისმევა ხოლმე ჩემ პოდკასტთან დაკავშირებით და სამი ძირითადი კითხვა ამოვარჩიე, რაც ყველაზე ხშირად მესმის და მინდა რომ ამ სამ ძირითად კითხვას უპასუხო. ესეთი კითხვაა პირველი. რას მაძლევს ეს პოდკასტი, რომ აი ასეთი პირადი რაღაცეების საჯაროდ გაზიარებად მიღირს? და ამ პასუხს რამოდენიმე პუნქტად დავუყობ რა. პირველი არის ის, რომ მე არ ვთვლი, რომ ამის აუცილებლობას ვაზიარებ. კი, სიმამაცე ჭირდება და მაგას ვხვდები მეც და არ არის მარტივი, თუმცა ყოველთვის ის მასწენდება, რომ ყველანი ვართ ადამიანები, საბაზისო ემოციები და განცდები ყველას ერთნაირი გვაქვს. უბრალოდ ზოგს რაღაცა ერთი მოვლენა გადაგხვდება თავს ცხოვრების მანძილზე, ზოგს მეორე. ზოგს უფრო ესე ობიექტურად რო შეხედო, უფრო მტკივნეული, ზოგს ნაკლებად მტკივნეული. ჩემი ტკივილი შეიძლება ობიექტურად ძალიან მძიმე იყოს, მაგრამ ვიღაცას შეიძლება მისი ნახევარი გადახდა და იქიდან ვერ გამოდის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისეც არაფერს არ ვიძახი, რაც არ იქა და ძალიან საიდუმლოა და ეხლა მე რო ამას ვიტყვი, მე რა, ადამიანები ვართ ყველა. ამიტომ არ ვთვლი, რომ რაღაცა ისეც ვაზიარებ, რამაც შეიძლება მე დისკომფორტი შემიქმნას ცხოვრებაში. პლუს ამას რატომღაც ადამიანებს და ალბათ უმეტესწილად ჩემს მეგობრებს გონიათ, რომ ამ ეპიზოდებში და ჩემს პოდკასტში ყველაფერს ვიძახი, იმის იქით არაფერი აღარ არის. და არის ძალიან ბევრი რაღაცა არის იმის იქით. ძალიან ბევრი რაღაცა რჩება უთქმელი და პირადი, რაზეც მართლა არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ პირადი არის ჩემი. და აი ეს გამოცდილებები მგონია რომ პირადი არ არის. და ჩემნაირი ადამიანები ბევრი არსებობს. თუნდაც შეიძლება განსხვავებული გამოცდილებით, მაგრამ იგივე განცდებით და ემოციებით. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ მე არ ვიგრძნო თავი მარტოდ, მე ზუსტად ვიცი, რომ მარტო არ ვარ და მინდა რომ სხვებმა გაიგონ, რომ მარტო არ არიან. მეორე რატომაც ვაკეთებ ამას, ხო? ეს არის ის, რომ ეს პოდკასტი მეხმარება თვითგანვითარებაშიც. იმიტომ რომ პოდკასტის მომზადების პროცესი არის საკმაოდ რთული, ხანგრძლივი, ბევრ კითხვას მოითხოვს, ბევრი კვლევასთან გაცნობას მოითხოვს, ბევრი პოდკასტის მოსმენას მოითხოვს და საბოლოო ჯამში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავში ჩაღრმავებას მოითხოვს და რაღაცეების მიმართ თვალის გასწორებას. რაც ადამიანებს არ გვიყვარს, არ გვსიამოვნებს და გვირჩევნია ხოლმე, რომ თვალი არ გაუსწოროთ ამ ყველაფერს, ისე უფრო კომფორტულია ცხოვრება. მაგრამ მე ეს გზა ავირჩიე. და მესამე არანაკლებ მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ დღემდე რო ვაგრძელებ პოდკასტის ეპიზოდების ჩაწერას, ამისი დამსახურებაა, ეს არის თითოეული პოზიტიური გამოხმაურება, რაც ჩემს პოდკასტს მოყოლია. ეს არის რაც მაძლევს ძალას, мотивაციას, რომ უფრო და უფრო მეტი ჩავწერო. და მადლობა ძალიან დიდი თითოეული პოზიტიური გამოხმაურებისთვის. მართლა ძალიან ვაფასებ. ხო, ეხლა გავიგეთ, რომ ეს სხვების мотивაცია და თვითგანვითარება არის ჩემი პოდკასტის დაწყების მიზეზი, მაგრამ ეხლა დავიჯერო, რომ მარტო ეგ არის, რისთვისაც დავიწყე პოდკასტი და ეგ მაგ მაყოფილებს, არ ხელს შრომას ემოციურს თუ ფიზიკურს რო ვდებ თითოეულ ეპიზოდში, არა, რა თქმა უნდა, არა. ჩემი იდეაში თავიდან მაგიტო დავიწყე, მაგრამ რა თქმა უნდა, მინდა რომ განვითარება მოყვეს, მინდა რომ ეს ჩემი შემოსავლის წყარო გახდეს, მინდა რომ საბოლოო ჯამში იქამდე მივიდე, რომ ადამიანების мотивაცია უკვე პროფესიონალურ დონეზე შევძლო, გავიარო კურსები, მივიღო ცოდნა და დავიწყო უკვე პროფესიონალურად ადამიანების მოტივირება, ასე ვთქვათ რა. რაც ძალიან მინდა და მთელი ცხოვრება მინდოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო უკუ ვაგდე ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ეს სურვილი და ეხლა გადავწყვიტე, რომ ვცდი და მივყვები ბოლომდე და ვნახოთ რა გამოვა. კიდევ ხო, რას იფიქრებენ ჩემზე? აი რა უნდა იფიქროთ ჩემზე? აი არ ვიცი, დიდად ვერ უნერვიულობ მაგაზეთს რა. ზუსტად აი ამის წინ რაც ვილაპარაკე მაგ მიზეზების გამო ვერა, არ მენერვიულება მაგაზე. და იდეაში ეს პოდკასტიც ეგ არის, რომ რაღაც პატარ-პატარა შიშები რაც მქონდა ცხოვრებაში, თუნდაც ის რომ აი ხო, რავი, 8 თვე მინდოდა პოდკასტის დაწყება და ვერასდროს ვერ გადავდგი ნაბიჯი. ის ვფიქრობდი, რომ აი ხო მე რა უნდა შევთავაზო მსმენელს ისეთი რამდენი პოდკასტია, რამდენი ის არის. ეგ შიშიც დავამარცხე და ავდექი და გამოვედი.
მე რა ვფიქრობდი, რომ ზედმეტი არ გავაზიარო რამე ისეთი რაღაც საოცარი თქო. მე მივხვდი, რომ ეგეც შესაძლებელია, რომ რავთვის ჩემი გამოცდილებები, თუნდაც ჩემი ემოციები იგივე შეწყვეტილ ორსულობაზე თუ დედის გარდაცვალებაზე, გლოვაზე, სტრესზე, იმედგაცრუებებზე და ასე შემდეგ არ არის პირადული ესე, პირადული არის ალბათ უფრო ის, რაზეც არ მინდა საუბარი. რაზეც არ გესაუბრებით, ეგ არის ალბათ პირადული. სწორედ ამიტომ ვაკეთებ იმას, რომ ყველა ეპიზოდისთვის ძალიან დიდხანს და გულდასმით ვემზადები, რომ არც მეტი იყოს და არც ნაკლები იმაზე, რისი გადმოცემაც მინდა და რაც მინდა რომ მსმენელმა გაიგოს და მიიღოს. ხო და სუსტად შემდეგი ეპიზოდი მინდა რომ იყოს შიშზე და შფოთვაზე, ძალიან ისე გამოვიდა რა. და მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ ყველას, ვინც მისმენთ, ვინც ინტერაქციაში შემოდიხართ, ვინც მოტივაციას მიმაღლებთ და იდეაში ცუდი კომენტარების ავტორებსაც მადლობას გიხდით. ეგეთი რაღაცებს ვერ ავწდები, ზუსტად ვიცი ამას რომ ვიწყებდი, ვიცოდი. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ნახვამდის, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.